მანქანების ხმაურის დონე 1 სექტემბრიდან ხმაურ მზომებით შემოწმდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე შეიძინა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურა, რამაც მართლწესრიგის ეფექტიანი აღსრულება უნდა უზრუნველყოს და ღამის საათებში ტრანსპორტის ხმაურით გამოწვეული დისკომფორტი მოაგვაროს. სპეციალური პორტატული მოწყობილობით ავტოსატრანსპორტო საშუალებებს საპატრულო ეკიპაჟები შეამოწმებენ. ნებისმიერი მძღოლი, რომლის ავტომობილიც ხმაურის დადგენილ ნორმას გადააჭარბებს, პირველ ჯერზე 100 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულიდან 10 მოაკლდება. ყოველი შემდგომი დარღვევა, როგორც ქულების, ისე ფულადი ჯარიმის ზრდას გამოიწვევს. საუბარი 23 საათიდან დილის 8 საათამდე პერიოდზე, რა დროსაც მთავრობის დადგენილებით ავტოტრანსპორტის ხმაურის დონე 80 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს. ვანცა ცისკაძე დეტალებით. 1 სექტემბრიდან საგზაო მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალებების მიერ წარმოქმნილი ხმაურის სპეციალური საზომი პორტატული მოწყობილობებით გაკონტროლდება. დასაშვები ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში კი მძღოლები დაჯარიმდებიან და მართვის მოწმობის ქულებით შეუმცირდებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მოწყობილობა საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და უშეცდომოა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ვახორციელებთ მართლწესრიგის დაცვას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. სიახლე, რომელიც 1 სექტემბრიდან შევა ძალაში, უფრო ეფექტურს გახდის ჩვენ საქმიანობას. ეს მოწყობილობა არის თანამედროვე სტანდარტის, რომელიც გამორიცხავს თომილებას. ავტომობილის გაჩერების შემდეგ აღნიშნული მოწყობილობა ერთება ავტომანქანაზე და ავტომობილი მოწდება დეტალურად. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგულაციის თანახმად დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების მიერ წარმოქმნილი ხმაური ღამის საათებში 23 საათიდან 8 საათამდე 80 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს. ნორმის დარღვევა ითვალისწინებს 100-დან 300 ლარამდე ჯარიმას და მართვის მოწმობისათვის მინიჭებული 10-დან 30-მდე ქულის შემცირებას დარღვევის განმეორების შესაბამისად. ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მიერ გამოცემული ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ასევე ქულათა სისტემაში 10 ქულის შემცირებას. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს 200 ლარის ოდენობის ჯარიმას, ხოლო ქულათა სისტემის 20 ქულით შემცირებას, მესამე და ყოველი შემთხვევა კი 300 ლარის ოდენობის ჯარიმას და ქულათა სისტემაში 30 ქულის შემცირებას. ექსპერტების თქმით, ხმაური ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა და უარყოფითად მოქმედებს ადამიანის განწყობასა და ჯანმრთელობაზე. გამკაცრებული რეგულაციები კი აღნიშნულ პრობლემას გარკვეულწილად მოაგვარებს. სამწუხაროა, რომ ეს თვით ვერ მოგვარდა ეს საკითხი. კვლავ გრძელდება კი არა და მომრავლდა ასეთი ავტომობილების და მოტოციკლებიც და რა თქმა უნდა ეს ადამიანები აზიანებენ სხვის ჯანმრთელობას, საკუთარ ჯანმრთელობას, ამიტომ გადაწყვეტილება რომ ადმინისტრირება გამკაცრდეს ასეთი დამღები პირების მიმართ მისაღებია იმდენად რამდენადაც ამ ადამიანებმა თავად ასე ვთქვათ არ მიიღეს მოცემულობათ, რომ ისინი აზიანებენ სხვის ჯანმრთელობის მდგომარეობას. დღეს მოქმედი რეგულაციებით საქართველოში ავტომობილების ხმაური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის გამკაცრებული. დადგენილი ნორმის გადაჭარბება ან ქარხნული მაყუჩის თვითნებურად გადაკეთება ისჯება ჯარიმებითა და ქულების დაკლებით. თუმცა ხმაურის დეციბელის ზუსტი განსაზღვრა ხშირად ხდებოდა სადაო. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი მოწყობილობები სამართალდამცველებს სატრანსპორტო საშუალებების მიერ წარმოქმნილი ხმაურის ადგილზე ზუსტად გაზომვის შესაძლებლობას მისცემს, რაც მოქმედი რეგულაციების აღსრულებას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.